ძველი ბერძნული მითოლოგია. ნიკოლაი კუნი. ნაწილი პირველი. ღმერთები. თავი მეშვიდე. ჰერა. კითხულობს ნიკო. აუდიო წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. დიდი ქალღმერთი ჰერა ეგიდის მყრობელი ზევსის მეუღლე. ფარველობს ქორწინებას და იცავს საქორწინო კავშირთა სიწმინდესა და სიმტკიცეს. ჰერა უგზავნის ცოლ-ქმარს მრავალ რიცხოვან მემკვიდრეებს და იცავს დედებს მშობიარობის დროს. მას შემდეგ რაც ზევსის მიერ დამარცხებულმა კრონოსმა მისი დათმები უკანვე ამოაფრქვია, დიდი ქალღმერთი ჰერა მისმა დედამ რეამ ქვეყნიერების კიდეში მიჰგვარა ჭაღარა ოკეანეს. იქ ჰერას ზრდიდა ქალღმერთი თეტიდა. დიდხანს ცხოვრობდა ჰერა ოლიმპოდან მოშორებით, სიწყნარესა და სიმშვიდეში. დიდმა მեղთამტყორცნელმა ზევსმა ნახა, შეუყვარდა და მოსდაცა იგი თეტიდას. ღმერთებმა ღირსეული ქორწილი გადაუხადეს ზევსსა და ჰერას. ირიდამ და ქარიტებმა დიდრული სამოსით დაამშვენეს ჰერა და როცა ღმერთებისა და ადამიანების დიდი მეუფის ზევსის გვერდით ოქროს ტახტზე იჯდა, ოლიმპოს ღმერთთა გუნდში თვალს იტაცებდა თავისი ნორჩი, დიდებული მშვენიერებით. ყველა ღმერთმა საჩუქარი მიართვა მბრძანებელ ჰერას. ქალღმერთმა დედამიწა გეამ ჰერას თავისი წიაღიდან საჩუქრად ამოუსარდა საკვირველი ოქროს ნაყოფიანი ვაშლის ხე. ბუნება და არსი ყოველი ადიდებდა ჰერასა და მეუფე ზევსს. ჰერა მეფობს მაღალ ოლიმპოზე. თავისი მეუღლის ზევსის მსგავსად განაგებს მეხსა და ელვას. მისი ბრძანებით შავი წვიმის ღრუბლები ფარავენ ცას. ხელის დაქნევით იწვევს იგი მრისხანე ქარიშხლებს. მშვენიერია ჰერა, ხარის თვალება, შოშნის ხელება. მისი ციური გვირგვინიდან საკვირველი კულულები ეშვებიან. ძალაუფლებითა და მშვიდი სიდიადითაა გაცისკროვნებული მისი თვალები. ღმერთები პატივსცემენ ჰერას, პატივსას სცემს მეუღლე, ღრუბელთა გამფანტველი ზევსიც და ხშირად ეთათბირება, რჩევას ეკითხება. მაგრამ ხშირია ზევსსა და ჰერას შორის უსიამოვნებაც. ხშირად ედავება ხოლმე ჰერას ზევსს ღმერთების საბჭოზე. მაშინ განრისხდება ხოლმე მեղთამტყორცნელი და ცოლს დასჯით ემუქრება. ამ დროს ჰერა ჩუმდება, რისხვას გულში იკლავს. ახსოვს, როგორ დასაჯა ერთხელ ზევსმა შოლტის ძემით. მეორედ კი შეკრა და ოქროს ჯაჭვით დაჰკიდა ცასა და დედამიწას შორის. თან ორივე ფეხზე მძიმე გრდემლები მიაბა. ძლიერია ჰერა, ვერც ერთი ქალღმერთი ვერ გაუტოლდება ძალაუფლებით. წარმტაცია იგი, დიდებულ, თვით ათენას ხელით მოქსოვილ, გრძელ მდიდრულ სამოსელში გამოწყობილი, რომ დაეშვება ხოლმე ოლიმპოდან ეტლით, რომელშიც ორი უკვდავი რაშია შებმული. ეტლი მთლიანად ვერცხლისაა. ბაჯახლო ოქროს თვლები და მოციმციმე სპილენძის მანები აქვს. იქ სადაც ჰერა გაივლის დედამიწაზე ნელ სურნელება იფრქოვა. ყველაფერი ცოცხალი ქედციხრის ოლიმპოს დიადი დედოფლის წინაშე. ბევრ წყენას ითმენს ჰერა ზევსისაგან. ასე მოხდა მაშინაც, როცა ზევსმა მშვენიერი იო შეიყვარა და იგი ძროხად აქცია, თავისი ცოლის ჰერასაგან რომ დაეფარა. მაგრამ ამით მեղთამტყორცნელმა მაინც ვერ იხსნა იო. ჰერამ დაინახა ქათქათა ძროხა და ზევსს თხოვა მაჩუქეო. ზევსმა უარი ვერ უთხრა. ჰერა დაეპატრონა იოს და დარაჯად მიუჩინა ასთვალა არგუსი. იტანჯებოდა საცოდავი იო. ვერავის ანდობდა თავის კაეშანს. ძროხად ქცეულმა დაკარგა მეტყველება. იოს დარაჯობდა არგუსი, რომელიც არასდროს არ იძინებდა. ვერსად ემალებოდა იო ფხიზელ გუშაკს. ზევსი ხედავდა მის ტანჯვას, ამიტომ უხმო თავის შველს ჰერმესს და იოს მოტაცება დაავალა. სწრაფად გაჩნდა ჰერმესი იმ მთის მწვერვალზე, სადაც 100 თვალიანი გუშაგი დარაჯობდა იოს.
ტკბილი სიტყვებით ჩააძინა არგუსი. როგორც კი მან ასივე თვალი მოხუჭა, ჰერმესმა იშიშვლა მრუდე ხმალი და არგუსს თავი მოჰკვეთა. იო განთავისუფლდა, მაგრამ ვერც ამით იხსნა ზევსმა იო ჰერას რისხვისაგან. ქალღმერთმა იო საშინელი კრაზანა მიუჩინა. თავისი საზარელი ისრით კრაზანა ქვეყნიდან ქვეყანაში ერეკებოდა ტანჯვისაგან გაოგნებულ უბედურ იოს. ვერსად პოულობდა იგი სიმშვიდეს. გაშმაგებით გარბოდა სულ წინ და წინ, ხოლო კრაზანა კი კვალდაკვალ მისდევდა, ყოველ წამს აცხრებოდა და სხეულში ნესტარს ასობდა. კრაზანის ნესტარი შხამავდა იოს, წვავდა, როგორც გავარვარებული რკინა. სად არ ირბინა იომ, რომელი ქვეყნები არ მოიარა. მრავალი ხეტიალის შემდეგ მან უკიდურეს ჩრდილოეთში, სკვითების ქვეყანაში, იმ კლდეს მიაღწია, რომელზედაც მიჯაჭვული იყო ტიტანი პრომეთე. პრომეთემ უწინასწარმეტყველა უბედურ ქალს, რომ მხოლოდ ეგვიპტეში მოეღებოდა ბოლო მის ტანჯვას. კრაზანის მიერ დევნილი იო იქით გაეშურა. ბევრი ტანჯვა გამოსცადა, მრავალ დაბრკოლება შეხვდა, ვიდრე ეგვიპტეს მიაღწევდა. იქ ნაყოფიერი ნილოსის სანაპიროებზე ზევსმა იოს უწინდელი სახე დაუბრუნა და მას ეყოლა შვილი ეპაფე. ეს იყო ეგვიპტის პირველი მეფე და მამამთავარი გმირთა დიდი თაობისა, რომელსაც ეკუთვნოდა საბერძნეთის უდიდესი გმირი ჰერაკლე. პირველი ნაწილის მეშვიდე თავის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.